მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ეგვიპტის, ყირგიზეთისა და ტუნისის მსგავსი მოვლენების განვითარება. საერთაშორისო ექსპერტები ჩვენს ქვეყანაში უახლოეს მომავალში პოლიტიკურ დაძაბულობას არ გამორიცხავენ. ქართველ ექსპერტებს კი მსგავსი მოვლენების განვითარების მიზეზებისა და დროის პროგნოზირება უჭირთ. თუმცა რა არ უყვართ და რომ რა საფრთხე არსებობს ქვეყანაში, ამის შესახებ შორენა ხვიჩია ისაუბრებს. ყირგიზეთი, ტუნისი, ეგვიპტე, რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალს არ არის გამორიცხული მალე უკრაინა, რუსეთი და საქართველოც შეუერთდეს. კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სპეციალისტების კვლევის მიხედვით, ირანის, შრი-ლანკასა და რუსეთის შემდეგ საქართველო მეოთხე სახელმწიფოა, სადაც მომავალი 5 წლის განმავლობაში პოლიტიკური ძალადობის გამოვლენის საშიშროება არსებობს. დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა გამოაქვეყნეს, ჩამოთვლილია ის 37 სახელმწიფო, რომელშიც პოლიტიკური ძალადობაა მოსალოდნელი. სიაში ყირგიზეთი, ტუნისი და ეგვიპტე, ანუ ის ქვეყნები, სადაც საერთო სახალხო მღელვარებამ თავი უკვე იჩინა, ჩვენი ქვეყნის შემდეგ არიან. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კვლევა ზედაპირულია. ამ სიაში ეგვიპტე არის 36, ტუნისი არის 25 და ირანი არის პირველი. ეხლა წესით თუ სწორი კვლევაა, სანდოკვლევა, მაშინ უნდა მიყოლოდა თანამიმდევრობა ისე როგორც პროცესები ხდება, ხო, ჯერ ტუნისში, მერე ეგვიპტეში. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კვლევაში არ არის ახსნილი რა კრიტერიუმებით შედგა სია, თუმცა მიუხედავად ამისა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სოციალური მღელვარება მართლაც დაიწყოს, თუმცა ეს იმ თანმიმდევრობით არ მოხდება, როგორც საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნაშია მოცემული. უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი ყველგან და საქართველოშიც არის ხოლმე უმრავლეს შემთხვევაში სოციალური. რა თქმა უნდა, ზედ ემატება ან დეკლარირება ხდება რაღაც სხვის, მაგრამ სოციალური ძირი აქვს თითქმის ყველა ამ ტიპის დიდ მოძრაობებს. საქართველოში არის ამის წინაპირობა? მაღაზიაში შევძანდით და მასშტაბების თვალსაზრისით მთელი ჩვენი წინაპრების სულები რო გვერდზე დაგვიდგნენ, ამ რაოდენობის პროტესტს მაინც ვერ მოვაგროვებთ. სოსოთის კარიშვილი არ გამორიცხავს, რომ წავე სოციალური პრობლემების გამო მოსახლეობამ უკმაყოფილება მართლაც გამოხატოს. თუმცა საქართველომდე მსგავსი მოვლენების განვითარებას უფრო სხვა ქვეყნებში ვარაუდობს. ექსპერტის აზრით, კვლევაში, რომელიც საერთაშორისო სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს, მოცემულია იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, სადაც ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე პოლიტიკური ძალადობის კოეფიციენტი მაღალია. ამ მხრივ საქართველო მართლაც სამართლიანად იკავებს მეოთხე ადგილს. თუმცა ყირგიზი, ტუნისელი და ეგვიპტელი ხალხისგან განსხვავებით, სოსოთის კარიშვილის თქმით, ქართველები უფრო მეტ მოთმინებას გამოიჩენენ. ვფიქრობ, პირველი ასეთი ექსცესები იქნება ინდივიდუალური ფორმის. ვიღაცას ნერვები უტყუნებს და თქვათ, რაიმე შუშა ჩატყდება. ფოთოლი ჩამოვარდება, შეიძლება ურნას წამოკრას ვიღაცამ ფეხი. ამაზე ჩასაფრებული ხელისუფლება იმდენად არაადეკვატური იქნება თავის რეაქციაში, რომ გამოიწვევს უფრო მეტ წინააღმდეგობას. ქართველ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 37 სახელმწიფოდან, რომელიც დასკვნაშია წარმოდგენილი, სახალხო აჯანყების მიხედვით საქართველო პირველ ათეულში ვერ მოხვდება. თუმცა მათივე თქმით, ეს დიდი სოციალური მღელვარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.